დიდი მადლობა ბატონო ჰოჯეს, რომ ყოველთვის პოულობთ დროს უპასუხოთ ჩვენს შეკითხვებს. ბუნებრივია ყველას აინტერესებს ირანში მიმდინარე მოვლენები და თქვენი შეფასება სამხედრო ოპერაციებზე. უკვე მესამე კვირაა, რაც ისრაელი და შეერთებული შტატები ინტენსიურად ბომბავენ ირანს. განადგურებულია ირანისა და ჰეზბოლას სამხედრო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი ირანსა და ლიბანში. როგორ აფასებთ ამ ოპერაციას? რამდენ წარმატებულია ის ამ ეტაპზე და ამ დროში მიღწეული ამოცანები როგორ გამოიყურება თქვენთვის პროფესიონალისთვის? Well, of course, what the US Navy and the US Air Force რა თქმა უნდა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალებმა, ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებმა და ისრაელის საჰაერო ძალებმა გააკეთეს, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია, განსაკუთრებით ძლიერი სადაზვერვო მხარდაჭერით. ეჯგარეშია, რომ მათ გაანადგურეს ან მნიშვნელოვნად შეასუსტეს ირანის შესაძლებლობა ბალისტიკური რაკეტების წარმოებისა და გაშვების მხრივ. მათი საჰაერო ძალებისა და საზღვაო ძალების დიდი ნაწილი პრაქტიკულად სრულად არის განადგურებული. ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობაც მნიშვნელოვნად შემცირდა. ამგვარად, კონვენციური თვალსაზრისით, ირანი სერიოზულად არის დაზიანებული. ხელმძღვანელობამაც დიდი დანაკარგები განიცადა. შეიძლება ითქვას, რომ სამხედრო თვალსაზრისით ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობს. თუმცა რეალურად ეს არ არის მთავარი. მთავარი არის სტრატეგიული ეფექტი. და სწორედ აქ ჩანს პრობლემა. ტრამპის ადმინისტრაციას მკაფიოდ განსაზღვრული სტრატეგიული საბოლოო მიზანი არ ქონია. სხვადასხვა ერთმანეთთან დაუკავშირებელი არგუმენტები იყო წარმოდგენილი. თუ ამას გავაკეთებთ, კარგი იქნება, თუ ის მოხდება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი სტრატეგიული სიცხადისთვის. ასეთი სიცხადის გარეშე კი რთულია დაგეგმა და მიზნის მიღწევა. ირანი კი მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი ლიდერი დაკარგა და მისი ვაჟიც სავარაუდოდ დაჭრილია, განაგრძობს წინააღმდეგობას. ისლამური რევოლუციური გვარდიის თითქმის მთელი ხელმძღვანელობა მოკლულია ან გაფანტული. ფაქტია, რომ ირანელები სხვა ტიპის ომს აწარმოებენ. მათ არ სჭირდებათ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ძალების დამარცხება. მათ უბრალოდ უნდათ, რომ ფიზიკურად გადარჩნენ. და რაც ახლა ჩანს, არის ის, რომ ისინი ეკონომიკურ ომს აწარმოებენ. ვერ აჩერებენ სამხედრო ძალებს, მაგრამ შეუძლიათ შეაფერხონ ნავთობისა და გაზის მიწოდება სპარსეთის ყურიდან. ეს ქმნის სერიოზულ ზეწოლას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე. როგორც საერთაშორისო, ისე შიდა დონეზე. შედეგად ირანი ერთ ომს აწარმოებს, ხოლო ამერიკა და ისრაელი სრულიად სხვას. ამ ვითარებაში პრეზიდენტს აღარ შეუძლია უბრალოდ გამარჯვების გამოცხადება და პროცესიდან გასვლა. The president has put himself in a place, has put us in a place now where he can't just declare victory and walk away. დიახ, ტრამპს ახლა ნამდვილი გამარჯვება სჭირდება, განსაკუთრებით შუალედური არჩევნების წინ. თქვენ მთავარი სურათი აღწერეთ, ზოგადი შეფასება გააკეთეთ, მაგრამ გადავიდეთ კონკრეტიკაზე. მიუხედავად ლიდერების ლიკვიდაციისა, რევოლუციური გვარდიის ხელმძღვანელობის, ბასიჯის გასამხედროებული ფორმირებების, აიათოლას ლარიჯანის და სხვა მაღალი რანგის ფიგურების ლიკვიდაციისა, ირანი მაინც აგრძელებს წინააღმდეგობას. რა რესურსები აქვს ქვეყანას ამისთვის? So it's a great question. ეს მართლაც მნიშვნელოვანი შეკითხვაა. იცით, ამ ომის დაწყებამდე ამას ვერ ვაცნობიერებდი, მაგრამ როგორც ჩანს, უზენაესი ლიდერი რეალურად არ იყო მთავარი ხელმძღვანელი პირი. ის უფრო ირანის თეოკრატიული სახე აღმოჩნდა, ხოლო რეალური ძალაუფლება, როგორც ჩანს, ისლამური რევოლუციური გვარდიის ხელშია. გუშაქთა კორპუსი კი ძალიან დეცენტრალიზებული ტიპის ორგანიზაციაა და გაშლილია მთელი ირანის ტერიტორიაზე. ამით აიხსნება, რომ ლიდერების ლიკვიდაციის შემდეგაც კი მათ მაინც შეუძლიათ შეტევების განხორციელება, ფუნქციონირება და შეუძლიათ ნავთობისა და გაზის ნაკადების შეფერხება სრუტიდან. ამიტომ რთულია იმის განსაზღვრა, ვინ უნდა ამოიღო მიზანში შემდეგ, ანუ ვინ უნდა მოკლა შემდეგ. აშკარაა, რომ განსაკუთრებით ისრაელს, ისევე როგორც ამერიკას, აქვს ძალიან კარგი დაზვერვა, რომ ასეთი ადამიანები იპოვონ. მაგრამ სანამ სადაზღვევო კომპანიები და გადაზიდვის კომპანიები ფიქრობენ, რომ სრუტე უსაფრთხო არ არის, ისინი იქ არ გავლენ. და ამიტომ ვფიქრობ, ირანი ახერხებს საკუთარი ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტის გემებით ნავთობის გადაზიდვას. ამ გზით ისინი გარკვეულ შემოსავალსაც იღებენ და მე ვარაუდობ, რომ ზოგი ქვეყანა, შესაძლოა ინდოეთი ან ჩინეთი, ზუსტად არ ვიცი, გარიგებული არიან ირანთან. ვინც არ უნდა იყოს ახლა სათავეში, რათა გარკვეული რაოდენობის ნავთობი ექსპორტზე გაიტანონ. ეს საინტერესო დილემას ქმნის.
თუკი ზოგიერთი ქვეყანა იღებს მათ ნავთობს, მაშინ რატომ იზრდება ფასები? რა თქმა უნდა, რუსეთი სარგებელს იღებს ნავთობის ამჟამინდელი მაღალი ფასებისგან. ასე რომ ეს საკმაოდ რთული სიტუაციაა და მე ვერ ვხედავ მარტივ გამოსავალს შეერთებული შტატებისთვის. ისრაელის მხრივ კი ისინი რა თქმა უნდა ხედავენ შესაძლებლობას, რომ ირანი, რომელიც ახლა ყველაზე სუსტია, ვიდრე 10 წლეულების განმავლობაში უკან დაიხიონ. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ გააგრძელონ ჰეზბოლას, ჰამასისა და რა თქმა უნდა ირანული ძალების დაზიანება და განადგურება, რადგან როგორც უკვე გითხარით, უნდათ უკან დახიონ ისინი და ვფიქრობ ისინი ამას გააგრძელებენ მანამ, სანამ ამერიკა ჩართული იქნება. To push them back for years. And I think they'll keep doing this as long as the US stays engaged. დიახ. რუსეთი სარგებლობს ჰორმუზის სრუტის კრიზისით, ნავთობის ფასი იზრდება, ამ კვირაში მაგალითად 10 მილიარდის მოგება ჰქონდათ. რა უნდა იყოს ოქროს შუალედი ამ შემთხვევაში? როგორ შეიძლება ზეწოლის შენარჩუნება ისე, რომ რუსეთი დამატებით არ გაძლიერდეს? No, you're exactly right. თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ. ვფიქრობ, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ეს ომი რამდენიმე დღეში დასრულდებოდა. ადრეულ ეტაპზე განაცხადა, ჩვენ უკვე დავამარცხეთ. მაგრამ ჩვენ ამჟამად ჯერჯერობით აქ ვართ. თავარია, ვინ როგორ უყურებს ომის მოგებას. საქმე არა მხოლოდ თვითმფრინავებისა ან გემების რაოდენობაზეა. საჭიროა სტრატეგიული მიზნის გააზრება. სწორედ ამიტომ ვამბობდი და ბევრმა სხვა ადამიანმაც დაიწყო თავიდანვე, რომ ადმინისტრაციამ მკაფიოდ უნდა განსაზღვროს საბოლოო მიზანი. რა არის მთავარი? სწორედ ამიტომ სჭირდება ჩვენი კონსულტაციის მიხედვით პრეზიდენტს კონგრესთან თანამშრომლობა. ის ვერ შეძლებს უბრალოდ ერთპიროვნულად მოქმედებას კონგრესის მხარდაჭერის გარეშე. ასე რომ გვაქვს კონსულტაციური საკითხიც, რომელიც ამ პროცესის ნაწილია. That's part of this as well. დავუბრუნდეთ ირანის შეიარაღებას. ირანი ისევ იყენებს ბალისტიკურ რაკეტებსა და დრონებს. რა მოცულობის არსენალი შეიძლება ჰქონდეს დარჩენილი ახლა მას? Well, of course, one of the most important ones that they still have რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მათ ჯერ კიდევ აქვთ, არის საზღვაო ნაღმები, სხვადასხვა ტიპის ზღვის ნაღმები. ნახე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სადაზვერვო სააგენტომ ღია წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ომის დასაწყისში ირანს სავარაუდოდ 5,000-ზე მეტი ნაღმი ჰქონდა. ამიტომ, თუ მათ ჯერ კიდევ აქვთ საშუალება როგორმე განათავსონ ეს ნაღმები სრუტეში, ეს სერიოზული პრობლემა იქნება. მეორე, რა თქმა უნდა, მათი შაჰედის ტიპის დრონებია. როგორც ვიცი, ეს დრონები შედარებით იაფია, მარტივად იწარმოება და მათ ათასობით ჰქონდათ. ამიტომ ჩემი ვარაუდია, რომ ჯერ კიდევ ბევრი აქვთ, თუმცა ზუსტი რაოდენობა არ ვიცი. სავარაუდოდ ისინი გაფანტულია ან განლაგებულია ირანის სხვადასხვა ტერიტორიაზე, საიდანაც ჯერ კიდევ შეუძლიათ სრუტეში გემებზე შეტევა. ჩემი ვარაუდით, მათ უკვე აღარ აქვთ ისეთი შესაძლებლობა, რომ განაგრძონ დარტყმები ამერიკის შეერთებული შტატების ობიექტებზე, კატარში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა ან ბაჰრეინში. ეს შესაძლებლობა მათ აღარ აქვთ. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მათი უნარია შეაფერხონ საზღვაო გადაზიდვები. რაც შეეხება ბალისტიკურ რაკეტებს, ვფიქრობ, მათი დიდი ნაწილი განადგურებულია, ან მათი გამშვების სისტემებია განადგურებული. ასევე განადგურებულია წარმოების ობიექტები. არ ვიტყოდი, რომ ყველაფერი სრულად გაქრა, მაგრამ ჩემი შეფასებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ამ მიმართულებით კარგი სამუშაო შეასრულეს, რაც ვფიქრობ, თავიდანვე ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო. და ბოლოს, ვფიქრობ, რომ 100%-ით არ ვიცით, სად არის 500 კილოგრამი გამდიდრებული ურანი. ის სადღაც არის, შესაძლოა ერთ ადგილზე, ან რამდენიმე ადგილას. ზუსტად არ ვიცი. და ვფიქრობ, არავინ იგრძნობს თავს მშვიდად, სანამ ეს მასალა სადღაც არსებობს. And I think nobody's going to rest easy as long as that is still out there somewhere. ანუ ახლა მთავარ მიზნად რჩება იმის დადგენა, სად ინახავს ირანი თავის ოქროს აქტივს, ბირთვული იარაღისთვის საჭირო გამდიდრებულ ურანს. თუ ამერიკის დაზვერვა და მოსადი ვერ მიაღწევენ ამ მიზანს, შესაძლოა ირანის რეჟიმი გადარჩეს და თავიდან დაიწყოს ფუნქციონირება. Could be. You know, I'm not going to say this was the main objective because the president never declared the main objective. შესაძლოა. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს მთავარი მიზანი იყო, რადგან პრეზიდენტს არასოდეს გამოუცხადებია მთავარი მიზანი. ამბობდნენ, რომ არ უნდათ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. მაგრამ ასევე აცხადებდნენ, რომ უნდათ საპროტესტო მოძრაობის დაცვა.
უნდათ რეჟიმის ცვლილება. შემდეგ თავი შეიკავეს ამ იდეისგან. მოგვიანებით, უნდათ რომ ირანს აღარ ქონოდა ბალისტიკური რაკეტები. ამიტომ მიზნის არასწორი განსაზღვრა ამ საქმეს არ თულებს. რა თქმა უნდა, პრეზიდენტს ყოველთვის შეუძლია თქვას: კარგი, დავასრულეთ. მივახციეთ ამას და მივდივართ. მაგრამ ეს რთული ასახსნელი იქნება საკუთარი მხარდამჭერებისთვის. თუ გაითვალისწინებთ უკვე დახარჯულ თანხებს და იმას, რომ ირანელები კვლავ აკონტროლებენ, რა შედის და რა გადის სრუტიდან. ეს მართლაც რთული ასახსნელი იქნებოდა, მაგრამ მას ასევე აქვს შიდა წნეხი, შუალედური არჩევნები. ხალხი უკმაყოფილოა ომით, რომელიც შეერთებულმა შტატებმა დაიწყო. როცა ტრამპი ამბობდა, რომ ის იყო ომის მოწინააღმდეგე პრეზიდენტი, რომ ამერიკას ხანგრძლივი ომები აღარ ექნებოდა, ვფიქრობ, ახლა მთავარია სრუტის კონტროლი, რათა ნავთობმა კვლავ უსაფრთხოდ გაიაროს. ასეთ შემთხვევაში კი ხანგრძლივ ომზე ვსაუბრობთ. Secure the strait to allow the oil to go again. But now you're talking about a long war. და თქვენ როგორ ფიქრობთ, გადაწყვეტს თუ არა ნავთობი ამ ომის ბედს? I think this is one of the most important aspects of it. მოგეხსენებათ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ფაქტს, რომ თვით პრეზიდენტი ტრამპიც კი გაკვირვებული იყო, რომ ირანელები ყურის სახელმწიფოს დაესხნენ თავს და მათ პრობლემები შეუქმნეს. ამის გამოცნობა ძნელი არ იყო. ამიტომ დაგიდასტურებთ, რომ სამხედრო ხელმძღვანელობა პრეზიდენტსა და თავდაცვის მდივანს გააგებინებდა, რომ ეს ირანელების მხრიდან მოსალოდნელი რეაგირება იქნებოდა. ასე რომ თუ ადმინისტრაცია ამით გაკვირვებული იყო, ეს უზარმაზარი შეცდომა იქნებოდა. Surprised by that. That is a colossal mistake. თქვენი აზრით, რატომ დაუპირისპირდა ირანი თავის მეზობლებს? ყველა მოიმდურა. რამდენად რაციონალური გადაწყვეტილება იყო ეს ირანის მხრიდან? I think this was designed to ფიქრობ, ეს განკუთვნილი იყო ომის მაქსიმალურად გაფართოებისთვის, ამას ვუწოდებთ ჰორიზონტალურ ესკალაციას, რათა ომის გავლენა მოედოს უფრო მეტ ქვეყანას. ეს გაზრდიდა ეკონომიკურ ზეწოლას ამერიკაზე, თავის მხრივ სხვა ქვეყნები დაიწყებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებზე ზეწოლის განხორციელებას, მაგალითად ჩინეთი. ჯერ უნდა დაველოდოთ, სანამ საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, იყო ეს ირანელების შეცდომა, თუ ძალიან ჭკვიანური და ეფექტური სტრატეგია. strategy. და რადგან ამ კონტექსტში თქვენ თავად ახსენეთ ჩინეთი, დაუბრუნდეთ თეირანის სავარაუდო მოკავშირეების თემას. თქვენი აზრით, თუ კი რეჟიმის ცვლილება მოხდა ირანში, რა გავლენა ექნება ამას რეგიონზე, რა რეაქცია შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან? Well, Russia, of course, is benefiting from this war right now in terms of რუსეთი, რა თქმა უნდა, ამ ომიდან სარგებელს იღებს. სულ მცირე რამდენიმე კვირის განმავლობაში. ისინი სარგებელს ნახავენ ნავთობის ფასების ზრდიდან, რადგან ნავთობით უკანონოდ ვაჭრობენ ჩინეთთან, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებთან. ასევე რუსეთი ირანელებს აწვდის დაზვერვასა და კომპონენტებს, რომლებიც გამოიყენება ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ეს სიტუაცია პრობლემებს უქმნის ამერიკას, გაუმკლავდეს გლობალურ გამოწვევებს. რუსეთი ამით სარგებლობს. ჩინეთისთვის ეს საინტერესო გამოწვევაა, რადგან ისინი მიიღებენ დიდ რაოდენობას ნავთობსა და გაზს ჰორმუზის სრუტით. ეს პირდაპირ ეკონომიკურ გავლენას მოახდენს მათზე, თუ ალტერნატიული წყარო არ მოიძებნება. ისინი ასევე აკვირდებიან ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესებს. თვლიან, რამდენი ტომოჰავკი და პეტრიოტი იქნა გამოყენებული და აკეთებენ საკუთარ შეფასებას ამერიკის შეერთებული შტატების შესაძლებლობებზე. უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის პრეზიდენტის პეკინში ვიზიტი 31 მარტს, როგორც ჩანს, გადაიდო. it looks like that visit has been postponed. So going to keep watching this. დიახ, სავარაუდოდ ეს ვიზიტი აპრილის ბოლოს შედგება. თქვენ ახსენეთ, რომ ტრამპს გამარჯვება სჭირდება და აქედან გამომდინარე, რამდენად რეალისტურია შესაძლო ესკალაცია კუბასთან და რა პოზიცია ექნებათ ამ შემთხვევაშიც შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეებს, რა თქმა უნდა, რუსეთს გულისხმობ. I think Russia will have nothing to say about Cuba. I mean, რუსეთს სავარაუდოდ არაფერი ექნება სათქმელი კუბაზე. ისინი დახმარებით არ გამოირჩეოდნენ ვენესუელაში, სირიაში, სომხეთში და ირანის მხარდაჭერა მინიმალურია. ადმინისტრაცია ეკონომიკურ და დიპლომატიურ წნეხს იყენებს კუბის რეჟიმის დასამხობად. სამხედრო მოქმედება არ იგეგმება, მაგრამ გაიზრდება ეკონომიკური ზეწოლა. ნავთობის შეტანა შეჩერებულია, ელექტროენერგია და სხვა სერვისები პრობლემურია.
პრეზიდენტ სურს, რომ ეს წარმატება ფრიად გამოჩენილიყო როგორც კუბის გათავისუფლება. კუბაზე სახმელეთო სამხედრო ოპერაცია ალბათ არ იქნება. იქნება ეკონომიკური ზეწოლა. პრეზიდენტს ახლა სურს, რომ აჩვენოს, რომ სწორედ ისაა, ვინც კუბა გაათავისუფლა. ვერც კენედიმ, ობამამ, რეიგანმა, ბაიდენმა, ბუშმა, კლინტონმა ვერ მოახერხეს ეს. მხოლოდ მან გაათავისუფლა კუბა და ეს უნდა მოასწროს ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე. I think he would love to have that come out before the midterm elections in November. და საუბრის ბოლოს მინდა გკითხოთ საქართველოს პოზიციონირებაზე. თქვენ იცით ქართული ოცნების მჭიდრო კავშირების შესახებ ირანთან აღარ ჩამოთვლი ბოლო დროის მოვლენებს და ნაბიჯებს. ამ ვითარებაში რა იქნებოდა სწორი გეოპოლიტიკური პოზიციონირება ჩვენი ქვეყნისთვის? The government of Georgia seems to pick really bad friends. I mean, the Kremlin. საქართველოს მთავრობა ძალიან ახლო კავშირებშია ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან. მათ განათება დაუწყეს ირანის რევოლუციის 47 წლის იუბილის აღსანიშნავად თბილისში ომის დაწყებამდე. მთავრობის არჩევანი, კრემლი და ირანი ნამდვილად ცუდი მეგობრებია. ეს არაუმჯობესებს საქართველოს მომავალს, ხალხის ცხოვრებასა და შესაძლებლობებს. სამწუხაროდ ეს საქართველოს მხრიდან ალბათ მიზანმიმართულად ხდება. ომი რუსეთს წაგებულ მდგომარეობაში აყენებს. ისინი უკრაინის წინააღმდეგ არიან ომში, ზამთარი დასრულდა. უკრაინელებმა ტერიტორია დაიბრუნეს. უკრაინელები როგორც ჩანს ახლა იმ მდგომარეობაში არიან, რომ ეხმარებიან ამერიკის შეერთებული შტატების მეგობრებსა და მოკავშირეებს. Apparently the Ukrainians do have cards. ძალიან დიდი მადლობა ძალიან კვალიფიციური და ღრმა ანალიზისთვის. კარგად გრძანდებოდეთ. All right. დიდი მადლობა ნატია, წარმატებები.